ვაშინგტონშიც პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ქონდა შეხვედრა თეთრ სახლში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა თავდაცვის სამინისტროშიც, ყველა თავდება იმაში, რომ სააკაშვილისთვის უკეთესი იქნება და ეტყვია. უკვე უნებიან, რომ უნდა მიბაძოს უფრო ვაშინგტონს, რომელმაც ორი ასე ვთქვათ, თავისი პრეზიდენტობის ვადის მერე ეხვეწებოდნენ პრაქტიკულად, რომ გაეგრძელებინა უარი თქვა პრეზიდენტობაზე და დაამკვიდრა ტრადიცია ამ ქვეყანაში. ყველაზე თავისუფალ ქვეყანაში პრაქტიკულად თელ მსოფლიოში, რომ დემოკრატია უნდა შექმნას ხალხი. ეს არ უნდა იყოს ზემოდან მოხმარებული. და არ მიბაძოს პუტინს, რომელიც შეარჩია, ასე ვთქვათ, თავისი პრეზიდენტი და ეხლა ბრუნდება ისე უკან ხელისუფლებაში პრემიერობის ავაზით. საქართველოს ისტორიაში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი. აქ გადაწყვეტა ჩვენ როგორც ერს გვაქვს თუ არა შინაგანი რესურსი. ჩავატაროთ არჩევნები, რომლითაც მართლაც დავახლოვდებით ევროპასთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან, ევროკავშირის წევრი ვიქნებით თუ არა, ეს დამოკიდებული იქნება ამ არჩევნებზე. იმიტომ რომ ჩვენ ესეთი დემონსტრირება ჯერ პირადად საკუთარი თავისთვისაც არ გავგეთებია 20 წლის განმავლობაში. გახსოვთ პირველი პრეზიდენტი როგორ შეიცვალა, შემდეგ მეორე პრეზიდენტი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს არაკანონიერი გზით. აი ამაში საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი თავდება. ის სკეპტიკურად მოაზროვნებით, ვინც ხვდებიან, მეუბნებიან, რომ კი ჩვენ გვეგონა, რომ ჯობდა სწრაფად მობეცილებინა თქვა, ის ხელისუფლება, რომელიც არ მოკროს, მაგრამ დღეს დარწმუნდნენ, რომ ერთადერთი სწორი გზა არის მივიდეთ არჩევნებამდე. და ყველაზე დიდი იარაღი მოქალაქის ხელში ეს არის სწორედ მისი ხმა, საარჩევნო ხმა. ეს განცდა რომ და ეს განწყობა დამკვიდრდა საქართველოში, ეს მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოება მართლაც ბევრად უფრო მომწიფებულია დღეს ესეთი ცვლილებისთვის. შემდეგ შეგეთქვით. შეიძლება. ბატონო ირაკლი, ბატონო ბიძინას მოსვლა, ივანიშვილის მოსვლა, მაინც ასე თუ ისე ქართველებში ასოცირდება როგორც რუსეთთან მოსვლად და ის ფულიც რუსულ ფულად, ნუ უხეშად ვლაბარობ. ეს ხო არ გამოიწვევს რუსული პოლიტიკის აღდგენას, აღორძინებას საქართველოში, რუსეთის გავლენას და თუ ეს ასე მოხდება, ეს ხო არ იქონიებს უარყოფით გავლენას საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე. აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვაა, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ძირითადად მან ეს საკუთარი ასე ვთქვათ, ფინანსური რესურსი იმუშავა და მოიხვეჭა ასე ვთქვათ რუსეთში. აქ ერთი ასე ვთქვათ, შეიძლება სანუგეშო რაღაც ელემენტები იყოს. პირველი, რომ მე არ გამიგია. ყველას ყავს ახლობლები, ხო, რუსეთში, ვინ როგორ აკეთებდა ფულს, ეს ზოგიერთი იყო კრიმინალთან დაკავშირებული, ზოგი სისხლით აკეთებდა ამ ფულს. მე არ გამიგია არც ერთი შემთხვევა ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ეს ფული კრიმინალური ან სხვა მეთოდებით აქვს გაკეთებული. ეგ ერთი. მეორე, 9 წელი ეს კაცი წამოსული იყო საქართველოში და საკუთარი ნაშოვნი ფულის 1,5 მილიარდზე მეტი მოახმარა არა მარტო ქველმოქმედებას და ასევე ქველმოქმედების ნაისახებას, სახელმწიფოს გაძლიერებას. კიდევ ერთხელ ხას უსვამ, 600 მილიონი საკუთარი თანხის ჩადო პოლიციის თავდაცვის უნარიანობის რამდენიმე ბაზა აქვს, მისი ფულით არის აშენებული სამხედრო ბაზები. ამას ვერ გააკეთებდა, ანუ ლოგიკური დასკვნით ივანიშვილი, თუ მას რუსეთიდან მოუჭა. ანუ რეალურად ის არის დამოუკიდებელი ადამიანი. სამომავლოდ შეიძლება თუ არა რუსეთმა მისი ფინანსური აქციები, რომელიც ის აქვს, გამოიყენოს. ამან მან მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ გაყიდოს ყველა, ასე ვთქვათ, ის შესაძლებლობა ფინანსური, რომელიც აქვს რუსეთში და დაიწყო ასე ვთქვათ რესურსების გასხვისება. მას ევროპაშიც აქვს რაღაც და გადაიწყო. ამიტომ ბერკეტები, რომელიც შეიძლება პოტენციურად გამოიყენოს რუსეთმა, ნელ-ნელა პრაქტიკულად პოტენციურად ისეც ვიცით, რომ თვითონ შინაგანად არის პატრიოტი კაცი. და ჩვენი ქვეყნის ისევე უყვარს, როგორც მე და თქვენს. მაგრამ ეს გავლენის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებიც რომ მოისპოს, მან ჩააბარა რუსული მოქალაქეობა და კი დაიწყო გასხვისება იმ რესურსის, რაც აქვს რუსეთში. მეორე კუთხით, ჩვენ რუსეთთან როგორი ურთიერთობები უნდა გქონდეს. ეს არის ადამიანი ჯერ ესეთი, რომელიც იცნობს რუსეთს. იმაზე უფრო კარგად ვიდრე მე. ან რობისმიერი, ვისაც არ უმუშავია და არ ყოფილა რუსეთში. რუსეთი არის დაახლოებით 140 მილიონიანი ქვეყანა, ბირთვული ქვეყანა, რომელიც რაც არ უნდა მოვიდომოთ, მეზობლად დარჩება. ისტორიულად ესეა. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, სადაც არ ყოფილა, არავის კატეგორიულად არ უნდა რუსეთთან პატრონყმული ურთიერთობის აღდგენა.
რომ გადაწყვეტილებები მოსკოვში მიიღონ, ან გავლენის ქვეშ მოექცენ. გადაწყვეტილება ქვეყანაში 80% თუ მეც არა მიღებული აქვს, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმიტომ რომ იქ არის ისეთი დემოკრატიული შესაძლებლობა განვითარების ქვეყნისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში არ გვექნება. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მყარი და ეხლა იშვიათია ისეთი თვითმკვლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩადიან და ხელს აფლევენ პუტინს და ესალმებიან განსაკუთრებულად ასეთი ომის უბედურების შემდგომ. მაგრამ ყველა მხარს უჭერს, რომ რუსეთთან ჰქონდეს პრაგმატული ურთიერთობა. და რა არის ეს პრაგმატული ურთიერთობა? პირველ რიგში გამოვიყენოთ ჩვენთვის ის ეკონომიკური შესაძლებლობა, რასაც წარმოადგენს რუსული ბაზარი. რატო დაუჭირეთ მხარი კიდევ ერთხელ ვთქვი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას? უნდა პრაგმატულად მიუდგეთ ამ საკითხს. მეორე, რუსეთის წინააღმდეგ, ან რუსეთის საფრთხის მოგერიება ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია საქართველოს. არა ტანკებით ბუნებრივი და არა თვითმფრინავი. 5 გეყოლება 500,000 იმას აქვს. ერთადერთი გზა ჩვენ რუსეთს რომ დავანახოთ, რომ არ გავჩერდით, იმ ომმა წელში არ გავწყვიტ არის ის, რომ ქვეყანა გავხადოთ რეალურად დემოკრატიული და გავაჯანსაღოთ ჩვენი ეკონომიკა. რაც ასევე საფუძველი გახდება იმისთვის, რომ აფხაზებსაც და ოსებსაც სამომავლოდ ვაფიქრებინოთ, რომ ჩვენთან ერთად ყოფნა ევროპასთან ახლოს მათ ინტერესებშია, ვიდრე დარჩნენ სამხედრო ოკუპაციის ქვეშ რუსეთის. მე აფხაზებს ვიცნობ, ურთიერთობა მქონდა ეხლაც ჩამოდიან და მეუბნებიან, რომ პრაქტიკულად თუ ესე გაგრძელდა, აფხაზი აღარ იქნება აფხაზეთში 10 წელიწადში. სამხედრო ბაზები პრაქტიკულად გარნიზორებად უნდა გადააქციონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ჩამოყავთ უკვე იწყებენ ოჯახების ჩამოყვანას და გადმოსახლებას. ეს არის კატასტროფა მათთვისაც, ჩვენთვისაც, მაგრამ მათთვისაც. ანუ აქაც მე ვხედავ შესაძლებლობას აფხაზთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენის, მაგრამ შენ თუ ძლიერი არ ხარ. იმ აფხაზმა თუ დაინახა, რომ შენი დევნილი 240,000 დევნილი ყავს პრაქტიკულად არა მხოლოდ სიღარიბის ზღვირს მიყვა, პრაქტიკულად არ პატრონი. აი მიტოვებული ხავს. რატომ მოუნდება შენთან ერთად ცხოვრება? მან თუ დაინახა, რომ შენ საკუთარ მოქალაქეს ციხეში კლავ ცემით, რომ აიღოს ჯაშუშია თუ არა თავის თავზე. რა თქმა უნდა, აღარ მოუნდება შენთან ცხოვრება. ამიტომაც არის კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მატარებელი შემდეგი არჩევნები, რომ ჩვენ დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ ძლიერდებით. რუსეთმა წელში ვერ გავწყვიტა ამ ომის შემდეგ და ვაგრძელებთ მაინც გზას ევროპისკენ. ეს რთული გზაა. უბრალოდ ეს ჩვენი თაობის ხვედრია, რომ რთულ პირობებში ვიწევს ცხოვრება საქართველოში, მაგრამ უკან ხوار უნდა დავიხიოთ. რახან ვართ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კრიზისთან გამოვაძღვინოთ და წავიყვანოთ საიდანაც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. ასე რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის და პირველ რიგში სოფლის მეურნეობისთვის. ამას სჭირდება პრაგმატული პოლიტიკაც. შეკითხვები მოდი. შეიძლება ბატონ ბიძინამ ძალიან რამდენიმე წლის წინ რომ საქართველოს არ შეაწუხებს დასავლეთს საქართველოს ხსენებით და ასე ვთქვათ პრობლემები მოიხსნება ევროპის ქვეყნებს და ამერიკის მხარეს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უფრო პრაგმატული გახადოს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს ერთი და შემდეგი ის იყო, რომ ძალიან ასევე რომ საქართველოს დღეს ისე შორს არის ნატოსთან, როგორც არ არსებობს. ამ დროს ასმუსენი ამბობს, ისე ახლოს არის, როგორც არ არსებობს. შეგიძლიათ ეს ახსნათ? ბატონო, რაც შეეხება თვითონ ივანიშვილის ამ განცხადებას, მან თვითონ ახსნა ეს და მე აქ ივანიშვილს არ წარმოადგენ, თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენ, უბრალოდ შემდამოკიდებულებას გეტყვი, რაც ვკითხე მაგას, იმიტომ რომ მეც მედიაში ისე ავრცელებენ რაღაცებს, რომ შეიძლება შენ თვითონ დაიჯერო უბრალოდ ისეთ რაღაც სიტყვები. მან თქვა, რომ თავარი ყვირილი კი არ არის, თავარი და ასე თქვა, ამ პრობლემებზე გულში ჯიღის ცემა. თავარი არის ჩვენ სახში რაც გავაკეთეთ. ეს იქნება თავარი განსაზღვრელი, ჩვენ დავუახლოვდებით თუ არა ნატოს და მთავარი განსაზღვრელი მოახერხებთ თუ არა რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოსთან, ეს არის აბსოლუტურად მართალი. მე ვარ დიპლომატიაში ვიყავი წლების განმავლობაში. ჩემი მეგობარიც ელჩი იყო თურქმენეთში და ავღანეთში და ვიცით როგორ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებიც. დეკლარირებები ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემდეგ დოკუმენტი გიჭირავს შენ ხელში. მაგრამ რეალურად დეკლარაცია სიტყვები არაფერს არ ნიშნავს, თუ კი ცხოვრებაში არ განახორციელა ეს. დღეს საქართველოს მე თუ მკითხავ უფრო შორს არის ნატოსგან, ვიდრე იყო 2008 წელს და ბუხარეთის სამიტის დროს.
იმიტომ რომ მაშინ რეალურად იყო იმის განცდა მსოფლიო თანამეგობრობაში, რომ შეიძლება საქართველოს გაადგეს იმ გზას, რომ მოაგვაგოს კონფლიქტები, იმიტომ რომ კონფლიქტებით არავინ არ შეგვიყვანს ნატოში, ეს არის ფაქტი. იმიტომ რომ არავის არ უნდა ბირთვულ რუსეთთან დაპირისპირების საკუთარ სახლში შეტანა, ანუ ევროპაში შეტანა. თუნდაც არ ვიცი, წაიკითხეთ თუ არა ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლეზა რაისის წიგნი, სადაც იქ პირდაპირ ძალიან ბევრ რაღაცას ნათელი მოფინა იმ ადამიანს. და იმ შეხვედრას სხვათა შორის რასაც ახსენებს, მეც ვესწრებოდი. სადაც უთხრეს სააკაშოს, რომ თუკი ომი დაიწყე, ანუ მიეცი მიზეზი, აქ ომი რუსეთმა რო დაიწყო, ორი აზრი არ არის. და რუსეთმა გაგვიკეთა ოკუპაცია ჩვენ ტერიტორიებს, მაგრამ მიზეზი არ უნდა მიგვეცა. აქ იყო ამაზე ლაპარაკი. მიზეზის მიცემა არის სწორედ პოლიტიკოსის გადასაწყობი. მე და თქვენ შეიძლება ვიმჟევლობთ სხვადასხვანაირად. მაგრამ როდესაც აგირჩია ხალხმა, რომ იყო ქვეყნის ლიდერი, შენი მთავარი ამოცანა არის, რომ განსაცდელია არიდო შენ ქვეყანას. 5 მილიარდი ნახევარი დაეხარჯა თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე. 5 მილიარდი ნახევარი 2006 წლიდან 2008 წლამდე. წარმოიდგინეთ ეს რა თანხა, თითო მილიარდი, რომ ჩაგვედო ერთობლივ პროექტებში, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში აფხაზებთან და ოსებთან. თქვენ წარმოიდგინეთ ეს კონფლიქტის დარეგულირება რამდენად წინ იქნებოდა წასული. ერთმა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც არსებობდა თქვენ ყველას გახსოვს, პრაქტიკულად მოაგვარა საზოგადოებებს შორის, ომით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის პრობლემა. მე მახსოვს, ჩემი მეუღლე რაჭველია და დავდიოდით უკვე კონფლიქტის შემდეგ რაჭაში ცხინვალის გავლით. იმდენად დაახლოებული იყო საზოგადოება. ასე რომ არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ შესაძლებლობა ამ კონფლიქტის მოგვარების წინწაწევის იყო და რო არ იყო უბრალოდ და მაინც ესე მოხდებოდა. დღეს ძალიან მარტივად იძახის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ მომი ვერ ავიცილებდი თავიდან, ეხლა არ მოხდებოდა, მოხდებოდა 10 წლის მერე. ხელისუფალი იმიტომ ხარ, იმიტომ განდო ხალხმა ბედი ამდენი ადამიანის, რომ შენ ეს შეცდომა არ დაუშვა. რა მივიღეთ? უფრო ნაკლებ ტერიტორიებს ვაკონტროლებთ, კოდორი, რომელიც იყო სიმბოლო და აფხაზების თავზეც დაკიდებული მახვილი, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებოდით, დავკარგეთ ახალგორი ლიახვის ხეობის სოფლები და 10,000-ობით ახალი დევნილი დაემატა 100,000-ობით ისედაც არსებულ დევნილს. არა და ეს ორი საკითხი იყო, რითიც მოდიოდა სააკაშვილი ხელისუფლებაში. გახსოვთ, გავაერთიანებ საქართველოს, ვიდრე მე წავალ საპრეზიდენტო ვადას დავამყარო და მეორე, გავაწევრიანებ საქართველოს ნატოსთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვემხრობი და ჩემი პარტია იმას, რომ მაინც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად უნდა ვაღიაროთ ის, რაც კარგი გაკეთდა ამ ხელისუფლების პერიოდში. საქართველოს პროგრესი მაინც განიცადა. შეიქმნა კიდევ ერთხელ ენერგოდამოუკიდებლობის კუთხე ძალიან წინ წავიდა. ინფრასტრუქტურა იქნება. ეხლა უკვე შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ელიტარული კორუფცია შემცირდეს. და შემდეგი ეტაპი უნდა იყოს უკვე ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც ვერ შეძლო სააკაშვილმა. ყველა პრეზიდენტს მოაქვს დადებითიც და უარყოფითიც. გამსახურდია მოგვიტანა დამოუკიდებლობა, რაც ყველას ესე გვინდოდა. მაგრამ ვერ არიდა ქვეყანა დაპირისპირებას და ომში გადაზარდა სამოქალაქო დაპირისპირებაში. შევარდნაძემ მოახერხა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მეტნაკლებად დაწია ქვეყნად და საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახა. რომ საქართველოს არსებობდა, როდესაც გაიყვანა ეს ენერგომატარებლები საქართველოსი. მაგრამ შემდეგ ჩაეფლო თვითონ კორუფციაში და ქვეყანას ვეღარ მართავდა. სააკაშვილმა, რომ თავი დაავანებოთ ომს ერთი წუთი. სააკაშვილმა მოახერხა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიკვეთა. პოლიციას დაემსგავსა, მიუხედავად იმისა, იქ რაღაცები არ მომწონს. ჯარი ჯარს დაემსგავსა, ფორმა ჩაიცვა. იგი ქუჩაში არ გაჩერებენ და ესე ვთქვათ, არ გაღლიტავს ფულს გაიშინიკი ყოფილი. მაგრამ სამწუხაროდ მეორე ამბავი რა მოხდა? რომ აბსოლუტურად ბატონო პოლიტიზირებული გახდა. მაგას გეუბნები, მეორე რა მოხდა ამ კუთხით? ისე გათავხედდა სტრუქტურები, რომ უკვე ადამიანის უფლებები აღარ აინტერესებს და პრაქტიკულად გადასულია ფულის ამოღებაზე საზოგადოებისგან. ასე რომ ყველაფერი ესე თეთრად და შავად არ უნდა დავინახოთ. თუ გვინდა რომ საქართველოში გაგრძელდეს და რეალურად შედგეს დემოკრატია, ჩვენი ოპონენტიც არ უნდა გამოვაცხადოთ მტრად. აი ეს არის თავი. ოპონენტია და მასთან ლაპარაკი უნდა შეძლოს. მოგწონს თუ არ მოგწონს ეს. ასე რომ დარწმუნებული ვარ მე, რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი პარლამენტი გქონდეს შემდეგ, სადაც ესეთი ოპონირების, ჯანმრთელი ოპონირების საშუალება ჩვენ გვექნება. ნინო ტავაკაძე, კოლუმბიის უნივერსიტეტი. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. პირველ შეკითხვა შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, ანუ თქვენ გძანეთ, რომ რუსეთთან
თქვენი შეხედულება და თქვენი მისწრაფება რომ იყოს არა პატრონული, არამედ პრაგმატული, თანამშრომლური, კეთილმეზობლური, ხო? ანუ ურთიერთმოგებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ხო? და მეორეს მხრივ ჩვენ ყველავჩიანი საერთაშორისო ორიენტირი მაინც რჩება ნატოსკენ, ევროპა-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ. ულახtildeად ხომ არ გეჩვენებათ ეს ორი რამ ერთმანეთის გამომრიცხავად, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მაინც. მადლობა. აბსოლუტურად არ მემაჩნია ერთმანეთის გამომრიცხავად. და რატო ახლა ის? გარდა იმისა, რომ პირადი გამოცდილება მაქვს, მე თვითონ ველაპარაკებოდი რუსებსაც, აფხაზებსაც და ევროპელებსაც, როდესაც 2005-6 წლებში მქონდა ლაპარაკებაში მონაწილეობის საშუალება. და აბსოლუტურად სწორად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საქართველოს წავიდეს ევროკავშირისკენ, ინტეგრაციული პროცესი იყოს მართლაც რეალური და ასევე შეინარჩუნოს შენ ნორმალური ურთიერთობების აგება. ხა შენარჩუნება უკვე აღარ არის ნორმალური, მე 2008 წლამდე გეუბნებოდი, მაგრამ ასევე ააგო პრაგმატული ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდა პრიბალტიკაც, მაგრამ ასევე იყო ისეთივე ზემოქმედები უნდა რუსეთს პრიბალტიკაზე განახორციელება, როგორც საქართველოს არ უნდა დაკარგო, მაგრამ მოუწია. იმიტომ რომ პრიბალტებმა დაანახეს, რომ მომზადებულები არიან, მოწესრიგებულები არიან და ის მიზანი რაც ჰქონდათ არჩეული, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, არასდროს არ გადაუხვევია. ოდნავ რომ იქ სისუსტე გამოიჩინა და ეთქვათ, რომ ხო არ გადაუხვიოთ ეხლა და რუსეთისკენ ხო არ წავიდეთ, ეს მაგალითად ეხლა უკრაინაში ვხედავთ. გარადგურდება და უკრაინა პრაქტიკულად სამწუხაროდ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა დღეს ურთულეს ვითარებაშია. ისე გადახარა საკუთარი საგარეო პოლიტიკური ვექტორი და არც ვერც რუსებთან ლაგდება ეხლა და გაჩერილია შუაში და ავტორიტარიზმი აღა იქ ნახეთ როგორ წამოვიდა. ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ჩვენ დეკლარირებულ მიზანს არ უნდა გადავხვდეთ. ნატოში დაჭირდება წლები, ვიდრე მიუახლოვდებით. წევრობაზე პრაგმატული დამოკიდებულება უნდა გქონდეს და გონივრული. ჩვენ უნდა ჯერ გავაერთიანოთ ქვეყანა და ერთიანი გამთლიანებული ქვეყანა უნდა შევიყვანოთ ნატოში. მანამდე ეს კომისია, რომელიც ნატო საქართველოსი არსებობს, მან უნდა შეასრულოს ფუნქცია ინსტიტუტების გამყარების ჩვენს ქვეყანაში. პირველი რაც თქვა, რაც ჩამოვიდა, რა ვიცი, რასმუსენს უსმენდით მე მგონი. ახალგაზრდებსაც უთხრეთ და ყველას, რომ თქვენ პირველ რიგში სისტემა უნდა დააძლევოთ პოლიტიკური, იმიტომ რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, ეს არის პოლიტიკური ალიანსი. და იმ პოლიტიკურ ალიანსში ვერ გაწევრიანდები თუ ხარ ავტორიტარი, თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც არ გაქვს სასამართლო, თუ ხარ ქვეყანა, რომელიც ვერ ატარებ 20 წლის განმავლობაში ერთ ნორმალურ არჩევნებსაც კი. ახლა რაც შეეხება რუსეთის მხრიდან დამოკიდებულებას. მართალია რუსეთს დეკლარირებულად აქვს ძალიან აგრესიული დამოკიდებულება ნატოს გაფართოების მხრიდან. მიმართ. მაგრამ კაცშვილმა არის 15 წელიწადში რუსეთი როგორ იქნება. 12 წელი მეტნაკლებად წარმომიდგენია, რომ პუტინი დაბრუნდა და ალბათ ესე იქნება. თუმცა ახლა ვაშინგტონში ძალიან ბევრ ანალიტიკოსთან მქონდა შეხვედრა, თვითონ რუსეთში ძალიან ნეგატიურად უყურებენ ის ადამიანები, ვინც პუტინს მხარს უჭერდნენ ახლა მის მოbrunებას, მაგრამ ეს გარდაუვალია. მაგრამ რუსეთი 12 წლის მერე შეიძლება თავად სხვანაირი რუსეთი გახდეს, ახალი თაობა წამოვიდეს. თაობა, რომელიც აი თქვენ ხელები, რომლებიც არ არიან კგბ-ს და ასე ვთქვათ საბჭოთა იმით მენტალობით გაჟღერილი. და მისთვისაც ევროპასთან დაახლოება დღესაც დეკლარირებული აქვს, რომ ევროპასთან ურთიერთობა უნდა და ძალიან კაი ურთიერთობა აქვს გერმანიასთან, იტალიასთან და ენერგოსაკითხებშია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, მათთვის ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს პერიოდი 10 წელი ჩვენ გვაქვს რეალურად სამუშაო გასაწევი, რომ გავხდეთ კანდიდატები წევრობის. თქვენ ახლა კოლუმბიაში ამ საკითხს ვსწავლობთ, იცით, რომ უფრო ადრე ეს არ იქნება. 10 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ, დემოკრატიული ინსტიტუტები გავამყაროთ და რუსეთთან დავიწყოთ სავაჭრო ურთიერთობა. რუსეთს სჭირდება გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ჩრდილო კავკასიაში. საქართველოს ყავდეს პარტნიორები. მე ხო ეს ვიცი, ხა მე მუშაობდი ბანკის ხეობაში, მე ვიცი რა ხდებოდა ჩრდილო კავკასიაში. საქართველოს თუ ყავს მოძულებული კავკასიაში ისტორიულად ეგრე იყო. ვერ მიაღწევს და გრძელვადიანი სტაბილურობა ჩვენი კავკასიის დამოკიდებულია რამდენად დავალაგებთ ნელ-ნელა ურთიერთობას რუსეთთან. არის თუ არა ეს გრძელვადიანი და რა თქმა უნდა არის. ეს არ იქნება ხვალ ზეგ და ორი წელი. საფუძველი ხომ ჩაუყარეთ. ეს ისტერიული დამოკიდებულება დღეს რომელიც არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის და სამწუხაროდ ორი ლიდერის პირადი ფობიების შემდეგ უკვე გადავიდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე. აი ეს უნდა მოიხსნას. მე მოკლედ გეტყვი, იმის გამო რომ რუსეთს არ უნდა საქართველოს გახდეს ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი, დღეს ჩვენ ამ მიზანზე უარი არ უნდა ვთქვა და პირიქით უნდა დავანახოთ, რომ
ჩვენ ეჭვი არ შეგვეპარა ჩვენ არჩევანში, მიუხედავად ომის მერე. და გავარძელოთ აქედან გზა.